მოდი ვთქვათ, რისგან შედგება ბრენდის სტრატეგია. რო მოძებნოთ ინტერნეტში, დაგუგლოთ, ასე რომ ვთქვათ, ბევრი ვარიანტი ამოვარდება, მე ჩემსაც გაგიზიარებთ, იმიტომ რომ მგონია, რომ ეს არის ის მდგენელები, რომლებიც სრულიად თლიანად მოიცავენ ყველა საკითხს, რაზეც ბრენდის შემქმნელმა უნდა იფიქროს. წინა ვიდეოებში ვთქვი, რომ ბრენდი იწყება ფუნქციონალით, ხო? ანუ პროდუქტით და მომსახურებით, ამიტომ ჩვენც ბრენდის სტრატეგიას აქედან ვიწყებთ. ესე იგი, ბრენდის სტრატეგია შედგება ფუნქციონალური კონცეფცია, რაციონალური კონცეფცია, ემოციური კონცეფცია, ბრენდის საკომუნიკაციო სახელმძღვანელო და რეკომენდაციები აღსრულებაზე, ანუ გადასადგმელი ნაბიჯები. აი ეს ხუთი რაღაც არის ის მდგენელები, რომლებიც ფაქტობრივად ბრენდის მთლიანი ცხოვრების გაანალიზებაში გვეხმარება, რომ დაიგეგმოს მომავალი და აირჩეს გზა, იმიტომ რომ სტრატეგია ერთი სიტყვით არის არჩევანი. აირჩიო გზა, რომლითაც უნდა იარო, რომ გაიმარჯვო. რა თქმა უნდა, სტრატეგია არ არის რკინა-ბეტონის დოკუმენტი, ის ალაგ-ალაგ შეიძლება კი არა და აუცილებელიც არის მიუბრუნდეთ და ჩავასწოროთ რაღაცები, იმიტომ რომ რაც არ უნდა მაგრად დაიწერო სტრატეგია, რეალური ცხოვრება, ყოველდღიური ცხოვრებას თავის კორექტირებები შეაქვს. ამიტომ აი ამ ხუთი რაღაცისგან შედგება, როდესაც რაციონალური, ფუნქციონალური და ემოციური კონცეფცია მზად არის, ამის მერე ჩვენ პარალელურად შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა ბრენდის ვიზუალურ კონცეფციაზე, ანუ დიზაინზე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ის და პარალელურ რეჟიმში წავა საკომუნიკაციო სახელმძღვანელოზე მუშაობაც. და როდესაც დასრულდება დიზაინზე მუშაობა, ბრენდის ვიზუალურ კონცეფციაზე, ანუ მისი ნიშანი, ლოგოტიპი, მისი საკომუნიკაციო სტილი, მისი შეფუთვა, პროდუქტი იქნება ეს თუ მომსახურება როგორ უნდა გამოიყურებოდეს, იმიტომ რომ დიზაინი არ არის მხოლოდ ლოგოს და ნიშნის დიზაინი, არამედ არის ყველაფერი, რასაც ეხება ადამიანი, ხო? აქედან გამომდინარე უკვე დაგვირგვინდება, ასე ვთქვათ, ბრენდზე მუშაობის პროცესი და ჩვენ ვიცით, რომ დაიბადა ბავშვი, რომელიც უნდა იყოს ასეთი ფუნქციონალის და რაციონალის მატარებელი, ასეთი ემოციის მატარებელი, ის ასე უნდა იქცეოდეს და მეტყველებდეს, იმიტომ რომ საკომუნიკაციო სახელმძღვანელო არ არის მხოლოდ სარეკლამო სახელმძღვანელო, არამედ ყველა ნაბიჯი, ანუ საქციელის სახელმძღვანელოა და არა მარტო ვერბალური და შესაბამისად მერე ის როგორ უნდა გამოიყურებოდეს. აი ვიცით თავიდან ბოლომდე და შემდეგ უკვე გადავდივართ აღსრულების ეტაპზე, სადაც იწყება უკვე ნამდვილი ცხოვრებისეული ბრენდინგი.